ითქვას, რომ დიმიტრი ხუნდაძის ბოლოდროინდელმა პატარ-პატარა ამბოხებებმა გააჩინა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ახლა ქართული ოცნების ინტერესებში შესაძლებელია სწორედ ის არის, რომ დიმიტრი ხუნდაძის ხალხის ძალა წარმოაჩინოს ქართულმა ოცნებამ როგორც რეალური ალტერნატივა ოპოზიციის და იმ ფონზე, როდესაც ქართული ოცნება ყველაზე დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერის მქონე პარტიებს აკრძალვით ემუქრება, ასპარესზე გამოდის ხალხის ძალა, დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც ყოველ კვირაში რაღაცას აკრიტიკებს, რაღაცას აპროტესტებს და სწორედ ასეც ცდილობს წარმოაჩინოს საკუთარი თავი როგორც რეალური ოპოზიცია. ჩვენი ინფორმაციით გარდა იმ ამბოხებებისა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ პარლამენტში, ჩვენი ინფორმაციით ხალხის ძალა აქტიურად დადის რეგიონებში და ქართულ ოცნებაზე განაწყენებული ამომრჩევლების ხმებზე ნადირობს და სწორედ ესაც არის შესაძლებელია ქართული ოცნების ერთ-ერთი გეგმა, რომ იმ ადამიანების ხმები სხვაგან არ წავიდეს, რომლებიც რეალურად განაწყენებული არიან ქართულ ოცნებაზე. აღსანიშნავია, რომ დღეს ხალხის ძალის წევრებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი დამოუკიდებლად ოპერირებას გააგრძელებენ და ეცდებიან შეავსონ ის სიცარიელე, რომელიც პოლიტიკურ სპექტრში და ოპოზიციაში არსებობს, ამიტომაც საინტერესოა გაბედავს თუ არა ხალხის ძალა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად გასვლას, ვინაიდან ეს განბედაობა წინა საპარლამენტო არჩევნებში არ გამოჩნდა, ვინაიდან ბარიერი 5%-იანი არის და საინტერესო არის ამ ბარიერის გადალახვის შესაძლებლობას დაინახავს თუ არა ხალხის ძალა მომავალ არჩევნებზე მაინც. თუ ჩავთვლიდით საჭიროდ შევქმნიდით პარტიას, თუ ჩავთვლიდით საჭიროდ შევიდოდით დამოუკიდებლად საპარლამენტო და პოლიტიკურ ცხოვრებაში და გამომდინარე აქედან ეს საჭიროება ჩვენ დავინახეთ, რა თქმა უნდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ ადრეა, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რომ ოპერირება გავაგრძელოთ როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, რომელსაც სხვათა შორის განსხვავებით სხვა ყველა დანარჩენი პოლიტიკური პარტიებისგან ჯერ საქმე გვაქვს გაკეთებული და მერე შექმნილი პოლიტიკური პარტია. ვფიქრობთ, რომ რა თქმა უნდა, ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩვენი სახით აუცილებლად შეავსებენ იმ ნაკლოვანებებს, რაც ზოგადად გაჩნდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. რაც შეეხება არჩევნების მზადებას, პოლიტიკოსი ყოველთვის უნდა ემზადებოდეს არჩევნებისთვის და პოლიტიკოსი ყოველდღე უნდა აბარიტეს საკუთარ ამორჩეველსაც და ზოგადად ხალხსაც ანგარიშს რა გააკეთა და რას აპირებს მომავალში. რაც შეეხება რამის შევსებას, ჩვენი ადგილი და ჩვენი ნიშა გვაქვს და ის ამორჩეველი, რომელიც ხმას აძლევდა ნაციონალურ მოძრაობას, ან მიხეილ სააკაჩოს, არასოდეს არ მიცემს ხმას ვლადიმერ ვოჟაძეს. როგორც კომენტარებიდან მოვისმინეთ, ქართული ოცნების წიაღიდან აღმოცენებული ოპოზიციური პარტიების ლიდერების დარწმუნებული არიან და ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ მათ ხმას არ მისცემს ოპოზიციურად განწყობილი ის საზოგადოება, რომელიც სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები არიან, ამიტომაც საინტერესო არის, ვინ იქნება მათი ელექტორატი და მოხდება თუ არა ქართული ოცნების და ქართული ოცნებიდან აღმოცენებული ოპოზიციური პარტიებს შორის ხმების გადანაწილება. პირდაპირ ეთერში ხატია სამხარაძე საუბრობდა.